თარგმანება იმათეს სახარებისაი თავიმთ. სიტყვაიესე, ესმარაიესე იესოს, განიშორა მირნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსათვისაგან. და ვითარცა ესმაერსა მას, მისდევდა მას მკვერცხლ ქალაქებისაგან 14-13. იხილათხა ვითარ ოდეს ესე ვითარი რაიმე იქმნის, წარვიდის მიერ ადგილით. რამე თუ აჰა ესე რა აღიღეს რაი მოწაფეთა იოანესთა გვამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს უთხრეს იესოს, განიშორა მიერ და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა, და კვალად ოდეს ესმა, ვითარმედ იოანე მიეცა საპყრობილედ, განიშორა მიერო და წარვიდა გალილეად. მათე 4:12 და კვალად იოანეს თავსა წერილ არს, ვითარცა გულისხმა ყოვფალმან, რამე თუ ესმა ფარისეველთა, ვითარმედ იესოს უმრავლესნი მოწაფენი უსხენ და ნათელს ცემს, ვიდრე იოანეს, დაუტევა ჰურიასტანი და წარვიდა გალილეად. იოანე 4:1-3 ესე ამისთვის, რამე თუ უმრავლესთა საქმეთა მისთა კაცობრივისა ებრგონებისა და წესისა აღსრულებად ენება, რამე თუ არ გამოწევნულიყო ჟამი გამოცხადებად ღმრთებისა მისისა. ამისთვის მოწაფეთაცა ეტყო და არა თქუმად, ვითარმედ იგი არს ქრისტე, რამე თუ შემდგომად აღდგომისა ენება ცხადად ქადაგებაი და გამოჩინებაი ამის საიდუმლოისაი. ხოლო წარraivida მიერ, არა მივიდა ქალაქად, არამედ უდაბნოსა ადგილსა ნავითა, რაითა არავინ შეუდგეს მას. ხოლო იხილეთ მოწაფეთაცა იოანესთა საქმე, ვითარ აწღა მიუტოდეს ქრისტესა და მათ მიუთხრეს სიკვდილი იოანესი, რამე თუ სარგებელსადმე ყოფილიყო მათ და ზემოწერილი იგი სწავლაი, ოდეს მიავლინა იგინი იოანეს აპყრობილით იესუისა. ამისთვის მორაიიცია განსაცდელი იგი მოკლვისა მისისაი, მოვიდეს და აუწყეს უფალსა და მაშინღა წარვიდა. არა თუ პირველ თხრობისა მათისა არა იცოდა, არამედ ამით ყოვლითა და ამტკიცებდა კაცობრივისა ბუნებისა მისისა ჭეშმარიტებასა, რამე თუ იცოდა უკეთურებაი ეშმაკისაი, ვითარმედ მრავალი მოსწრაფებაი შემოღება დედვა ამის საიდუმლოისა ურწმუნო ყოფად. თავადი უკვე ამის ესე ვითარისა ჯერისათვის წარვიდა, ხოლო ერნი იგი არავე მოსწყდეს მას, რამე თუ ღმრთივშვენიერებანი საქმეთა და სიტყვათა მისთან იფრთოვან ყოფდეს სულთა მათ, რომელნი არაფრიადითა უკეთურებითა დამძიმებულიყვნენ. ამისთვისცა მისაგებელი კეთილი მიიღეს. სახარებაი და გამოვიდა იესო და იხილა მრავალი ერი და შეეწყალნეს იგინი და განკურნას ნეულნი მათნი 14:14. თარგმანი დაღაცა თუ მათ ფრიადი აჩვენეს გულს მოდგინება იძიებისა მისისაი, არამედ მისნი იგი მისაგებელნი ფრიად უაღრეს და უზეშთა ესიყვნენ. ამისთვისცა მიზეზად კურნებისა მის წყალობა ითქვა მახარებელმა, წყალობა ისახიერებისაი. და განკურნას ნეულნი მათნი და არავის განძებნა სარწმუნოებაი. რამე თუ დატევება იგი ქალაქთა მათთაი და ძიება იმისი და სიყვმილისაც აუგულებელს ყოფა იმის თანაყოფისათვის, ესე ყოველი სარწმუნოებასა მოასწავებდა. ამისთვისცა ეგულების უფალსა გამოზრდა იცა მათი, არამედ მიერის, რაითა სხვანი ევედრნენ მას და მოახსენონ საქმე ესე. რამე თუ ვითარცა ზემოვთქო არა ენება თავისთვის იცედამისლვა ისასწაულთა საქმეთ, არამედ რაითა სხვათა მიერ იწოდებოდის. ხოლო არავინ ერისა მისგან მოახსენა მას ნაკრულევანება იგი საზრდელისაი, რამე თუერიდებოდეს ფრიად, რომელნი მაშინ მუნიყვნენ. და არა იყო მონურცხვინოთა და გამომცდელთაგანი ვინმე, არამედ ესე ვითარნი შეკრებულიყვნენ, რავდენი წადიერებითა ხილვისა მისისაითა არცა თუ ჭამისათვის სრულმვიდეს. და მოწაფეთაცა არავე ხრქვეს, თუ გამოზარდე ერი ესე, რამე თუ არა აქვს ჭამადი, რამე თუ ჯერე თუ მეცარიყვნენ. ამისთვისცა ესრეთ იტყვის მახარებელი. სახარებაი და ვითარცა შემწუხრდა მოუხდეს მოწაფენი მისნი და ხრქვეს მას, უდაბნო არს ადგილი ესე და ჟამი გარდასრულ არს,
განუტევერი ესე, რაითა წარვიდნენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისათვის ისა საზრდელი. ხოლო იესო ჰრქვა მათ, არა უხმს მათ წარსვლაი, თქვენ ეცით მაგათ ჭამადი. ხოლო მათ ჰრქვეს მას, არა გვაქვს აქა, გარნა 5 პური და 2 თევზი. ჰრქვა მათ იესო, მომართოთ მე იგი აქა. და უბრძანა ერთს ამას დასხდომად თივასა ზედა. და მოიღო 5  იგი პური და 2 თევზი, აღიხილნა ზეცა და აკურთხნა, განტეხა და მისცა პური იგი მოწაფეთათვისთა და მოწაფეთა მათ მისცეს ერთს ამას. ჭამეს ყოველთა და განძღეს და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი 12 გოდორის სავსე. ხოლო იყვნენ რომელთა ჭამეს მამანი ხოლო 5,000 თვინიერ ყმებისა და დედებისა 14, 15, 21. თარგმანი მოწაფენი მისნი დაღაცა თუ მხილველქმნილი იყვნენ სასწაულთა მრავალთა, გარნა ჯერეთ სრული გულისხმის ყოფა იძალისა მისისაი, არა აქუნდა და არა მოელოდეს ესე ვითარისა მის სასწაული საქმნად, რამე თუ ვითარცა კაცსაღა ხედვიდეს, რამე თუ უძლური იყვნეს გონებითა. ხოლო უფალმანცა არა ჰრქვა, თუ მე გამოვზარდნე იგინი, არამედ ჰრქვეს რაიმათ. განუტევერი ესე, რაითა წარვიდნენ და იყიდონ თავისათვის ისა საზრდელი, მიუგო, არა უხმს მათ წარსვლაი, თქვენ ეცით მაგათ ჭამადი. ხოლო მათ ჰრქვეს მას, არა გვაქვს აქა, გარნა 5 პური და 2 თევზი. რამე თუ უმეცარღა იყვნეს ვითარცა მარკოზი თხვის ვითარმედ, ვერ გულისხმოყოს სიტყვა იგი. მარკოზი 6:42 ამისთვისცა ჰრქვა უფალმან, მომართვით მე იგი აქა, რამე თუ დაღაცა თუ უდაბნო არს ადგილი ესე, არამედ გამომზრდელი ყოვლისა სოფლისაი აქა ვარ, დაღაცა თუ ჟამი გარდასრულ არს, არამედ უფალი ესე ჟამთა იგი ბრძანებ. ხოლო იოვანე იტყვის ვითარმედ ქრთილისანი იყვნეს პურნი იგი. შეადარე იოანე 6:9, არა ცუდად გვაუწყებს ამას, არამედ რაითა ვისწავლთ მრავალ სასყიდლისა ჭამათთა და მრავალფერთა სანოაგეთა შეურაცხებაი. და მოიღო 5  იგი პური და 2 თევზი, აღიხილნა ზეცა და აკურთხნა, რაითა სარწმუნო იქმნას ვითარმედ მამისაგან არს და ვითარმედ სწორი მისი არს ღმრთეებითა. რამე თუ ამათ ორთა პირთა დამამტკიცებელნი საქმენი ურთიერთასწინაა მდგომად ჩნდეს, რამე თუ სწორებასა მის სახელმწიფებით ქმნაი სასწაულთაი გამოაჩინებდა, ხოლო თუ მამისაგან არს ვითარმცა გულისხმოყნას, გარნა ამით სახითა ფრიადისა სიმდაბლისაითა, და რომელ იგი ყოველსა მას მიაჩემებდა და ხადოდა მას სასწაულთა ზედა. ამისთვის არცა ამას ხოლო წესსა აღასრულებდა არცა მას, არამედ ორსავე იქმოდა, ოდესმე ხელმწიფებასა აჩვენებდა სასწაულთა ზედა და ოდესმე ილოცვიდა და ესრეთ იქმოდა, რაითა არა წინააღმდგომად ჩნდეს საქმე იგი. ამისთვის უდარესთა სასწაულთა ზედა აღიხილნის ზეცად და უაღრესნი იგი ხელმწიფებით აღასრულნის, რაითა სცნა, ვითარმედ არა თუ უდარესთა მათთვისცა შეწევნაიანო ძალი უხმს მოღებად, არამედ პატივცემისათვის მამისა იქმს ესრეთ. ამისთვისცა, ოდეს ცოდვანი მიუტევნა და ოდეს სამოთხე განაღო და ავაზაკი შეიყვანა და ძველი იგი შჭული ხელმწიფებით დახსნა და მკვდარნი აღადგინა და ზღვასა აღურასხნა და დაფარულნი კაცთანი გამოაცხადნა და თვალნი ბრმათანი დაჰბადნა, რომელესე ყოველივე ღმრთისა საქმენი არიან და სხვისა არავისნი, არა აჩვენა ლოცვაი და ვედრებაი. ხოლო ოდეს პურთა ამათ განამრავლებდა, რომელესე ზემოთქმულთა მათ ფრიად უდარეს იყო, ცეცად აღიხილნა და აკურთხა. ერთად რაითა განგებულება ესე აღასრულოს, რომელ თქულ და მეორედ რაითა გვასწავოს ჩვენ, რა ჟამს მივიღებდეთ საზრდელსა, არა დაწყებაი ჭამათ, ვიდრე არა პირველად შევწიროთ მადლობაი ღმრთისა, გამომზრდელისა მის ჩვენისა და ქველის მოქმედისა. ხოლო თქვას თუ ვინმე ვითარმედ, რაისათვის არა არსისაგან არა ქმნა პური, არამედ პურნი იგი მიიხუნა მიზეზად.
ესე ამისთვის, რაითა დაუყოს პირი მარკიანელთა და მანიქეველთა, უღმრთოთა მათ მცვალებელთა და საქმით გამოაჩინოს, ვითარმეთ ყოველნივე ესე ხილულნი უხილავთა თანა მის მიერ ქმნილ არიან და იგი არს მომცემელი ნაყოფთა, რამე თუ მან ბრძანა პირველითგან. აღმოაცენენ ქვეყანა მან მწვანვილი თივისაი, სათესავი თესლი, თესლად თესლადი, დაბადება 1-11 და გამოიყვანეთ წყალთა ქვეწარმავალი სამშვინველთა ცხოველთაი. დაბადება 1-20 რამე თუ არ არა იუდარეს მაშინ ქმნილისა მის საკვირველებისა იყო ესე, რამე თუ ვითარცა მაშინ აღმოაცენა ქვეყანით მცენარენი და გამოიყვანა წყალთაგან მშვინვიერნი, ეგრეთვე აწხუტთა პურთაგან და ორთა თევზთა ესოდენი განმრავლება იქმნა. რომელესე სასწაული იყო, ვითარმედ იგი არს მფლობელი და მპყრობელი ცისა და ქვეყანისა და ზღვათაი. ხოლო იხილა რაიერი იგი და შეეწყალნეს და განკურნა სნეულნი მათნი, ჯერ იჩინა ყოველთა ზედაც საქმნად ამის სასწაულისა, რაითა არა მხილველოდენ იყვნენ სხვათა ზედა ქმნილთა სასწაულთა, არამედ კაცად მან მიიღოს ნიჭი საკვირველებისა მისისაი. და რომელეგი მამათა მათთა უდაბნოსა ზედა შეუძლებელად შეერაცხა და იტყოდეს, ხელნური ციფოსა ღმერთმან განმზადებად ტაბლა უდაბნოსა, ფსალმუნი 77:19 და კვალად იტყოდეს, პურისცემაცა ნუუძლოსა ღმერთმან. ანუ განმზადებად ტაბლა ერსათვისა, ფსალმუნი 77:20 ესევით არის ესე. საკვირველება ესერა საქმით უჩვენა. ამისთვის უდაბნოდ აღიყვანა, რაითა უეჭველი იყოს საქმე იგი და ვერ ვინ თქვას, თუ მახლობელისა მისგან დაბისა მოიღეს ჭამადი. ამისთვის ადგილსაც ახსენებს და ჟამსაცა, რამე თუ მწუხრი იყო. და ამასცა ვისწავებთ საქმისა ამისგან, თუ ვითარნეთ ართა მათ მოწაფეთა გარე წარად და შეურაცხად აქ უნდა ხორციელი ზრუნვაი. ამისთვისცა 12-თა ადგილსა უდაბნოსა მიმავალთა სხვაი არ არაი აქ უნდა, გარნა 5 პური და 2 თევზი, რამე თუ ყოველივე მოსწრაფებაი მათი სულიერსა ზედა იყო და მცირედნიცა იგი პურნი, უბრძანა რაი უფალმან მიცემად ერისა მის. გულს მოდგინედ მისცეს და არა თქვეს, თუ ჩვენ ვინაი გამოვიზარდნეთ? რაითა ვისწაოთ ჩვენ რაღაცა თუ მცირედი გვაქუნდეს, მის მცირედისაგანცა მიცემა იგლახაკთაი. რამე თუ რომელმან მაშინ უბრძანა მათ, იგივე არს რომელიაც გვიბრძანებს. ხოლო ვინაითგან გულს მოდგინეთ და უდრთვინველად წინა უყნეს პურნი იგი და თევზნი, უჩვენა უფალმან სასწაული, რომელი აქამდე არა ეხილა მათ. და მოიღო 5 იგი პური და 2 თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხნა, განტეხა და მისცა პური იგი მოწაფეთათვისთა, და მოწაფეთა მათ მისცესერსამას. რამე თუ ეს ექმნა პატივად მოწაფეთა, რაითა იგინი იქმნენ განყოფილ პურისამის, და კვალად, რაითა რომელიგი თვალითა იხილეს და ხელითა თვისითა განუყვეს, ჭეშმარიტებით წამებდნენ. ამისთვისცა მათგან მიიხუნა პურნი იგი და თევზნი და მათითა ხელითა განუყო, რაითა ყოველივე ჭეშმარიტებით იცოდიან მათ. ხოლო რომელ უბრძანა დასხდომა ითივასა ზედა, და რომელ არ არაი დაუგო გარეშე პურისა და თევზისა, და რომელ ყოველთა ერთი ჭამადი მისცა სწორებით, ესე ყოველი მოძღვრება იყო სულიერი, რამე თუ არა ხოლო ხორცთაი უნდა გამოზრდაი, არამედ უფრო ისაც სულთა სწავლაი. რაითა შეურაცხყვნეთ ტაბლანი იგი მრავალფასისანი და ბრწყინვალეთ დაგებულნი და სიმრავლენი სანოაგეთანი. რამე თუ ძალედვა მეუფეს ამას ბუნებათა საყოველი სანოაგე მინიჭებად მაშინერისამის, გარნა არა ჯერ იჩინა ესე, არამედ პურითა ხოლო და თევზითა გამოზარდნა. ხოლო ღვინოი და სხვანი იგი ჭამადთა სიმრავლენი არცა თუ ახსენა, რამე თუ სასუმლად მათა წყალი იპოებოდა. სიმდაბლისა უკვე და მარხვისა წესიერისა და ჭამადისა ბუნებითისა და სიყვარულისა და ერთობისა სახე იყო მაშინ ტაბლა იგი. 5 იგი პური და 2 თევზი დამუსრა და მისცემდა მოწაფეთა, და იგინი განუყოფდესერსად და განმრავლდებოდა პური იგი და თევზი ვიდრეღა განცხა ესოდენი იგი სიმრავლე,
და დაშთა ნეშტი, არა პურნიმრთელნი, არამედ ნამუსრევი, რაითა გამოაჩინოს. ვითარმედ მათ პურთა ნეშტი იყო დაშთომილი იგი და რაითა შორიელთა ცაცნან საქმე იგი დიდებული. ხოლო აღიღესო ნეშტი ნამუსრევი 12 გოდორი. ამისთვის 12, რაითა იუდასცა ეტვირთოს ერთი მათგანი სამხილებელად. ძალედვა უკვე უფალსა, რაითა მცა ექმნა ყოვლადვე არა მომშევად ერისამის, არამედ რაითა უმეტესად ცნან ძალი მისი მოწაფეთაცა და ერმანცა, ამისთვის მიუშვა მათ მომშევად ბუნებითითა წესითა და განაძღვნა იგინი პურთა მათგან. ესოდენ უკვე დაუკვირდა ესე ჰურიათა, ვიდრეღა ენება მისი მეფედ ქადაგებაი, რომელეს სხვათა მათ სასწაულთა ზედა არაოდეს მოიგონეს. ხოლო რომელმან მე სიტყვა მან გამოთარგმანოს, თუ ვითარ აღორძნდებოდეს პურნი იგი, ანუ ვითარ განმრავლდებოდა ნამუსრევი იგი, ვითარ განძღა ხუთთა მათგან ესოდენი იგიერი. რამე თუ 5,000 იყვნენ, თვინიერ ყრმებისა და დედებისა. და ესეცა კეთილთა მისთა სიმრავლე მან ქმნა, რომელ დედანიცა და ყრმანი წადიერებით შეუდგეს მას. აღიღეს უკვე ნეშტი ფრიადი, და ესეცა პირველისა მის არა უდარეს არს, რომელ განძღეს და ესოდენი დაუშთა, ვიდრე აღავსეს 12 გოდორი, რიცხვისა მოწაფეთა ისა, არცა უმეტეს, არცა უდარეს. დიდებაი და თაყვანისცემაი საკვირველთ მოქმედსა მას სახიერსა უფალსა. სახარებაი და მეხსეულად აიძულა მოწაფეთა მისვლად ნავსა და წინაწარძღვანვად მისა წიაღ კერძო ვიდრემდე განუტევოს ერი იგი 14:22. თარგმანი ოდესესრეთ უცხოი და დიდი სასწაული ქმნის განეშორის ერსა მას, რაითა გუასწაოს სიუტოლაი მარადის დიდებისაგან კაცთა ისა და არა ძიებად იგი ყოვლადვე. და კვალად ამისთვისცა უბრძანა წარსვლად, რაითა იხილონ მოწაფეთა არაყოფასაცა მისსა, ვითარ იქმოდა სასწაულთა მათთვის. ხოლო რომელი თხვის მახარებელი ვითარმედ, აიძულნა მოწაფენი, გამოაჩინებს ფრიადსა მას მათსა მოსწრაფებასა განუშორებელად მისა ყოფად, ვითარმედ უკვე თუმცა არა აეძულნეს, არა სწადოდა ყოვლადვე წარსვლის, არამედ წარავლინა იგინი მიზეზითა ერისაითა. ხოლო უნდა თავად სამთად ახსლვაი, რაითა ესეცა გუასწაოს, არცა მარადის აღრევაი ერისათანა, არცა ოდესჯერ იყოს სიუტოლაი, არამედ ორისავე ჯეროვნად ქმნათთვისა ჟამსა და წესსა ზედა. სწავლა იმთ, რაითა სულიერნი საქმენი გუაქუნდენ, შინაგან და ხორციელნი, გარეწარად. ვისწაოთ უკვე ჩვენცა, ძმანო, მარადის განუშორებელ ყოფაი ქრისტესგან, ვისწაოთ მარადის ძიება იმისი, არამედ ნუ ხორციელთა კეთილთათვის, რაითა არა ვიყვედრნეთ ჩვენცა, ვითარცა ჰურიანი, რომელთა ხრქუა, მე ძიებთ მე, არა თუ რამე თუ იხილენით სასწაულნი, არამედ რამე თუ სჭამეთ პურთა მათგან და განსწեղით. იოანე 6:26 ამისთვის არცა მრავალგზის ქმნა ესე სასწაული, არამედ ორგზის ხოლო, რაითა ასწაოს არა მუცლისა მონებაი, არამედ მარადის სულიერთა საქმეთა ძიებაი. აც უკვე ჩვენცა განუშორებელი ვიყვნეთ სახიერისა მის მეუფისაგან საქმეთა მიერ კეთილთა, რამე თუ ვითარცა იგი ბოროტნი საქმენი განმაშორებენ მისგან და იქნებიან შუაკედელ შორის ჩვენსა და მისა. ეგრეთვე კეთილნი საქმენი განუშორებელ მყოფენ მისგან და სრულიად მიგუახლებენ მას. აც უკვე მისა მიმაახლებელნი საქმენი შევიკრძალნეთ, ძმანო, და ვითხოვდეთ მისგან პურსა მას ზეცისასა და მისი მოღება იგუაქუნდინ საწადელად, ხოლო ხორციელნი ესე და სოფლიონი ზრუნვანი ყოველნივე განვიშორნეთ. რამე თუ უკვე თუ მაშინერი იგი უმეცარი ესრეთ სურვილად მისდევდეს უფალსა, დაუტევნეს სახლნი და თვისნი და ზრუნვანი საქმეთანი და იქცეოდეს მისთანა უდაბნოსა ადგილსა, მშიერნი და ნაკრულევანი, ვითარ უფროისად არამცა ჩვენთან აგვედვა განუშორებელ ყოფად ქრისტესგან, რომელნი ზიარქმნულ ვართ ტაბლასა მას ცხოვრებისასა და საიდუმლოთა მათ ზეცისათა.
ჰე ჭეშმარიტად თანაგვაც უმეტესისა გულს მოდგინებისა ჩვენებად და სულიერთა საქმეთა წადიერებით ძიებად, ხოლო ხორციელისა იგარეწარად შერაცხვაი. რამე თუ იტყვის უფალი, ეძიებდით თქვენ სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ. მათე 6:33 ხოლო უკვე თუ ჭეშმარიტად დიდნი და საძიებელნი ნიჭნი შეურაცხყვნეთ და მცირეთა ამათ და უნდოთა ვითხოვდეთ, რომელთა იესე მომცემელმან მან ყოვლისამან უგულებელს ყოფა იგვიბრძანა, დიდი შეგვემთხვიოს ჩვენ ზღვევაი. ანუ ფრიადისა ამის უგუნურებისა და ურჩებისა ჩვენისათვის ორისაგანვე დაკლებულ ვიქმნეთ, ანუ თუ მოგვეცეს ცუდი ესე და წარმავალის საუკუნოისა მისგან და წარუვალისა ცარიელნი ვიპოვნეთ. ხოლო უკვე თუ საუკუნეთა მათთვის კეთილთა სურვილ ვიყვნეთ და მათ ვეძიებდეთ და მათ ვითხოვდეთ, ესეცა შეგვეძინოს ჩვენ, რამე თუ ესე მისართავად მათა მიეცემის მორწმუნეთა, ესრეთ უნდო არს და მცირე საუკუნესა მასთანა სოფლიო ესე კეთილი, რაოდენცა მრავალ იყოს. აც უკვე ნუ შინაგანადმცა გვაქვს ხორციელი ესე და წარმავალი, გინა თუ შვებაი, გინა თუ დიდებაი, გინა თუ საფასენი, გინა თუ სხვაი რაიმე სოფლისა ამის ამაოისაი და განქარვებადთა მათ საქმეთა მისთაი. არამედ გვაქვუნდინეს ევითარი ესე ყოველივე გარეწარად და სწორადმცა შეგვირაცხიეს მოგებაიცა მათი და წარწმე დაიცა. ვითარ იყო ნეტარი იოვ. არცაოდეს აქუნდეს საფასენი და მონაგებნი, შემსჭვალულიყო მათა გონება იმისი, ანუ დიდად რადმე შეერაცხა, არცაოდეს იგი ყოველივე წარწმიდა, შეშფოთნა ანუ იდრტვინა, არამედ თაყვანისცა უფალსა და მადლობაი შეწირა. და რად ვიტყვი საფასეთა და მონაგებთა? შვილთა მათხა საყვარელთა ერთბამად მოწყვედა ესმა, აღმოთქვა სანატრელი იგი სიტყვაი, უფალმან მომცა, უფალმან მომიღო, ვითარცა უფალსა ენება, ეგრეთსა იქნა. იყავ სახელი უფლისაი კურთხეულ უკუნისამდე. იობ 1:21 არამედ შვილთათვის წესიერი და ზომითი და ბუნებითი მწუხარებაი აჩვენა, რამე თუ დაიპო სამოსელითვისი და აღიპარსათ მაითავისათვის ისაი და დავარდა ქვეყანასა და დამხეთ თაყვანისცა უფალსა იობ 1:20 და მადლობა იგი შეწირა, რაითა ვერ ვინ თქواس თუ გულქვაი ვინმე იყო. რამე თუ ფრიადსა გულშჩვილი და ლმობიერი კაცი იყო და შვილთა მოყვარე, გარნა უზომოი, ანუ უწესოი, არ იინება ქმნად. ხოლო საცხოვართათვის და მონაგებთა არცა თუ შეიკუმინა, არცა ყოვლადვე შეწუხნა, ესოდენ გარეწარად აქუნდეს იგინი. ეგრეთვე ჩვენცა თანაგვაც საყვარელნო, ყოფათ რაითა ყოველივე საქმე სულიერი, რომლისა ნაყოფი მერმესა მას საუკუნესა მოისთულებოდის და მომგებელსა მას მისაახარებდეს, გვაქუნდეს შინაგან და სასურველად და ფრიად საძიებელად, ხოლო რომელნისაც უთროსავი ამას ცხოვრებასა თანად ახსნა და წარმავალ არიან, იგინი გარეწარად იყვნენ ჩვენდა და შეურაცხად. უკვე თუ არა იყვნენ საფასენი და მონაგებნი, ნუნცა მწუხარე ვართ, არამედ ვიხარებდეთ, რამე თუ მრავალთაგან ჭირთა და სალმობათა და მწუხარებათა ვიხსნენით. კვალად უკვე თუ მოგვეცნენ, ნუ შევემსჭვალვით მათ და დავემონებით, არამედ ვითარცა მონად მოცემულნი ვიხმარნეთ. რამე თუ არა თუ ამისთვის მოგვეცემიან საფასენი, რაითა დავფლათ მიწასა შინა, ანუ რაითა დავმარხოთ კართა შინა ხშულთა და კლიტეთა განუღებელთა, არამედ რაითა განუყოფდეთ გლახაკთა და კეთილსა უყოფდეთ ჭირვეულთა. და ვითარცა იგი თითოეულისა საქმისა და თითოეულისა ხელოვნებისა წესი განჩინებულ არს, ეგრეთვე სიმდიდრისა საქმე. ესე მიცემულ არს ღმრთისა მიერ და ესე ბრძანებულ არს, რაითა სწყალობდეს გლახაკთა და ქველის საქმესა იქ მოდის ყოველთა მიმართ, რომლისადაც არწმუნებულ იყოს სიმდიდრე. აც უკვე მდიდართა საქმე არა ხუროვნობაი არს, ანუ მჭედლობაი, ანუ ქსოაი, ანუ ნავის მოქმედობაი, ანუ სხვაი რაიმე ესევით არის, არამედ მოწყალებაი გლახაკთაი.
ესე მიცემულ არს და განჩინებულ საქმედ მდიდართა. უკვე თუ ბრძანებულსა ამას ხელოვნებასა კეთილად იქ მოდის ვინ უაღრეს არს ყოველთა ხელოვნებათა. ამის ხელოვნებისა სავაჭრო იცათა შინა არს. ამისნი ჩურჭელნი არ რკინისა ანუ რვალისაგან შემზადებულ არიან, არამედ სახიერებისაგან და გონებისა კეთილისა. ამის ხელოვნებისა მოძღვარი ქრისტე არს თანა მამით და სულით წმიდით ურთ, რამე თუ იტყვის, იყვენით სახიერ, ვითარცა მამაით ქვენიზეცათა ის სახიერ არს. ლუკა 6:36 და საკვირველი ესე არს რომელესრეთ კეთილ არს და უაღრეს ყოველთა ხელოვნებათა და შრომაი ანუ ჭირი არცა ერთი უხმს მას, არცა სიგრძე ჟამისა ისწავლად მისა, არამედ კმა არს ნებაი ოდენ და გულს მოდგინებაი, და ყოველივე აღსრულებულ არს. ვიხილოთ უკვე აღსასრულიცა და სასყიდელი ამის ხელოვნებისაი, თუ რაი არს, სასუფეველი ცათაი და კეთილნი იგი წარუვალნი და დიდებაი იგი მიუთხრობელი და სასწლო იგი ბრწყინვალე, სულიერი და სანთელნი იგი დაუშრეტელნი და სუფევაი სიძისა მისთანა უკუდავისა. და სხვანი იგი კეთილნი, რომელთა გონებაი კაცისაი ვერ მისწუდების, ვერცაი ნაიშემძლებელ არს თქუმად. ესრეთ პატიოსან არს და კეთილესე ხელოვნებაი და უაღრეს ყოველთა მათ ხილულთა და ცუდთა ხელოვნებათა. ხოლო უკვე თუ ესე ხელოვნებაი დაივიწყონ მდიდართა, უძვირეს არიან და უსაწყალობელეს ყოველთა კაცთასა. რაც უკვე საყვარელნო, უკვე თუ მოგვეცეს სიმდიდრე, ესენცა ხელოვნებაი კეთილად წარგვიმართებიეს. ნუ სამკაულთა ვეძიებთ ხორცთასა და გემოთა და გულის თქუმათა სიჭაბუკისათა, რამე თუ სიჭაბუკე უფლებული გემოთაგან და გულის თქუმათა და შემკული სამკაულითა შვენიერირთა, მსგავს არს ქვეყანასა, სავსესა ეკლითა და კუროის თავითა. კორცსა და უნაყოფოსა და ყოვლით ურთუხმარსა და ცეცხლისა მისაფენელად განმზადებულსა. არამედ სულთა ჩვენ თავს ზრუნვიდეთ და შევამკობდეთ მოწყალებითა და სიწმიდითა. მივფინოთ ცეცხლი იგი სულისაი გულთა ჩვენთა და ყოველნივე ბოროტნი გულის თქუმანი შევწუნეთ და ურნატნი იგი გულთა ჩვენთანი განწმიდნეთ და კეთილად მოუხნათ, რაითა თესლი იგი საღმრთო ნაყოფიერ იქნას ჩვენ შორის და სიწმიდე ყუაოდის, რომელი იგი ოდეს სიჭაბუკესა შინა აღესრულებოდის, უმეტესისა სასყიდლისა ღირს არს. რამე თუ რომელი იგი სიბერესა შინა იმარხვიდეს სიწმიდესა, არაფრიადი აქვს სასყიდელი, რამე თუ ჰასაკისაგანცა აქვს დიდი შეწევნაი და უცდომელობაი. ხოლო საკვირველი არს უკვე თუ ვინ სიჭაბუკესა შინა მძლე ექმნას გულის თქუმასა ხორცთასა, ვითარცა იგი ღელვათა შინა რაივალნვინ მყუდროებით, ანუ ცეცხლსა შინამცა არა შეიცვებოდა, ვითარცა იგი ქმნა ნეტარმა და მხნემან იოსებ. ესრეთ თუ ვიხმაროთ სიმდიდრე, კეთილ არს. ხოლო უკვე თუ არა მოგვეცნენ საფასენი, ეგრეცა ნუ შევიჭირვებთ, არამედ გვიხაროდენ, რამე თუ აზნაურებით და განსვენებით ვცხონდებით. და ნუ სიმდიდრისათვის სურვილ ვართ, არამედ სათნოებათათვის, რომელთა წარმართება იფრიად უადვილეს იქნების სიგლახაკესა შინა, ვიდრეღა სიმდიდრესა. იგინი თუ შევიკრძალნეთ და ვიქმნეთ იწროისა მის გზისა მიუდრეკელნი მოგზაურნი, მივიცინეთ ფართოებასა ზეცისა სასუფეველისასა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდით ურთ შვენის დიდებაი, პატივი და სიმტკიცე აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.